გამარჯობა მეგობრებო, ამ მოკლე ვიდეოში მოგიყვებით ამ 2022 წლის C8 twin turbos შესახებ. წავედით. Try again, this time take a vitamin, yeah, and vitamin. Welcome to the Lions Den, and I'm Mufasa, big boss in charge of coming in like a bull. You see me raising the stock up, yeah. So baby, you gonna need some patience. I already won, now I'm just making a statement, Damn, baby, why your mans keep hating? You asking about the cake, you here for the celebrations? And I ain't fishing, I ain't really into baiting. I know they all wish I take away they mating, but sorry I'm taking me and my lady mating. She look me in the eyes and tell me how much she loving on my confidence, yeah. It really shouldn't be no arguments, cause you're now viewing the greatest. ეს არის 2022 წლის C8 კორვეტი, რომელიც აიწყო ჩემთან სამსახურში late model racecraft-ში. მე დავანასტროიკე. დადის გიჟივით, ამაზე მეტი რა უნდა ქნას, C8 საკმაოდ მძიმეა და საკმაოდ უნიჭო გადაცემები აქვს, რომ იმისაც რომ ჩქარა იაროს და ზოგადად ესეთ დროში სიარული C8-თვის არის აი ფანტასტიკის სფერო. რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ამ ფანტასტიკის ერთ-ერთი მონაწილე მე ვარ. რაც მე მგონი ცუდი არ არის. რაც მე LMR-ში დავიწყე მუშაობა, მას შემდეგ ეს მანქანა ჩვენთან არის. სხვადასხვა შაპი გამოიარა, სხვადასხვა კონფიგურაცია გამოიარა, სხვადასხვა ხან ტურბო, ხან კომპრესორი, ხან ატმო, ხან ისა რა აღარ იყო მანქანაზე მოკლედ განაკეთები და მოკლედ საბოლოო ჯამში ჩვენთან აიწყო ძრავი თავიდან ბოლომდე. კოვალი შეგნეულობა აქვს, რასპრედვალი ისა ეს ყველაფერი რაც ჭირდება. აქვს port injection-ი, რომელისთვისაც ვიყენებთ fuel decks და მანქანა დადის ეთანოლზე, E85-ზე. ძრავის მოცულობა არის ქარხნული 6.2, ანუ არ არის კუბატურა გაზრდილი. ქარხნულ კომპიუტერზე არის დანასტროიკებული flex fuel-ით, თუ მაგალითად მანქანას ეთანოლი გამოელევა და მომხმარებელი ვერ იპოვის ეთანოლს, შეიძლება ჩვეულებრივად ჩაასხას 93 საწვავი და მივიდეს დანიშნულების ადგილამდე. თუ სურვილი ექნება, შეუძლია ჩააჭიროს კიდევაც 93-ზე, ისე არის დანასტროიკებული, რომ მაქსიმალურად შეიზღუდება წნევა, ანუ wastegate-ის წნევაზე იქნება დაახლოებით 5-6 psi-ზე და სიმძლავრე გაცილებით დაბალი ექნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მომხმარებელი არ იქნება შეზღუდული არანაირად იმ თვალსაზრისით, რომ გადაადგილებად შეიძლება, ცოტა მხიარულებად შეიძლება, აბგონზე გასვლაც, გაზაობას და ასე შემდეგ, მაგრამ შეზღუდული ძალით. ყოველ შემთხვევაში არ არის მიჯაჭვული იმაზე, რომ გინდა თუ არა ეთანოლი ჩაასხი და ეთანოლის გარეშე მანქანა არ დაკოკო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმის და მიხედვით თუ რა რაოდენობის ეთილი იქნება ბაკში, კომპიუტერში ისე მაქვს გაწერილი ყველაფერი, რომ ავტომატურად მოუმატებს ძალას ეთანოლის შემცველობის მიხედვით. მანქანაზე ასევე გავაკეთეთ სამი სხვადასხვა რეჟიმი, კონკრეტულად fuel deck-ზე, რომ შეეძლოს გამოიმუშაოს დაბალი, საშუალო და მაღალი სიმძლავრე. ამ ვიდეოში გაჩვენებთ პირდაპირ მაღალ სიმძლავრეზე როგორ დადის, როგორ ჩქარდება, დრაგით გავზომე აჩქარება და ამას გაგიზიარებთ. გავზომე სხვადასხვა დროს გაგანია სიცხეში, აი მაგარი სიცხე იყო გარეთ და თან მანქანაც მაგარი გაცხელებული იყო და შეგნებულად გავტესტე ასეთ ვითარებაში, იმიტომ რომ რეალურად არავინ არ დადის და არ აციებს მანქანას და არ ელოდება, როდის იქნება აი იქ რაღაც გამონათება და პროგნოზი -300, რომ მანქანა ჩქარა წავიდეს. არა, ჩვეულებრივი მომხმარებელი დაკოკავს მანქანას, გაიყვანს ქუჩაში, დააჭერს, იგაზავებს და ისიამოვნებს, ხო და მიზანიც ეგ იყო, რომ მანქანა შემემოწმებინა მაქსიმალურად, მაქსიმალურ დატვირთვაზე, რამდენად სტაბილურად ივლიდა, როგორ ივლიდა და რანაირად. ზუსტად ეგ გავაკეთე და აი გარბენს ნახავთ.
და სიცხეში გავტესტე მანქანა ZZ და ძალიან სტაბილურად იარა მანქანამ და ძალიან სტაბილურად მაგარი დრო აჩვენა. ეს ისეთი დროა, რომ ხალხი ზოგადად ოცნებობს. 4.19 და 4.05, 100-200 კმ/სთ. ეს იყო დროები, რაც მანქანამ სიცხეში აჩვენა, რაც აი ფანტასტიკური დროა. ხალხი ოცნებობს ეგეთ დროზე, რომ შეეძლოს ეგეთ დროში აჩქარება ყინვაში და რაღაც სასწაულ პირობებში. და სასწაული პირობის რა გითხარ და დღეს შედარებით გრილა. უკვე აგერ 5 მაცვია დაბლა შორტი. გრილა ესეთი მომდია რა, ანუ ისეთი ტემპერატურა რომ შორტით კი სწორდება რა. და ეხლა თან ზეანათებს და ეს არის რა ქვია თბილა უკვე просто დილას ადრე რომ მოვედი სამსახურში სიცივე იყო. სიცივე შედარებით ტექსასში სიცივე ესეთი მომდია რა. და ბევრი ორ გავაგრძელო, გავტესტე მანქანა და თქვენი თვალით ნახეთ რა დროში იარა. სამი 3.17 100-200 ძალიან ჩვეულებრივად, ძალიან აუღელებლად, ძალიან წუხლა რომ არ მაქვს რამოდენიმე კამერა რომ გარედან გადამეღო ან გვერდიდან ან რაღაცა, ძალიან სტაბილურად დადის მანქანა. ყველაფერი აქვს იმისთვის რომ იაროს და დადის კიდევაც და ეს არის boost by gear, ანუ სიჩქარის მიხედვით მაქვს ბუსტი გაწერილი და არ არის ის რომ სრული ძალა ერთიანად მოდის ყოველ სიჩქარეში და ბრუნის მიხედვით, რაც უფრო ჩქარა მიდის მანქანა, მით უფრო მეტი არის წნევა და წნევა მაქსიმალური არის სულ 15 PSI. ეგეც აი მაქსიმალური. და როგორ მაქვს იცი გაწერილი რომ 5 PSI-დან იწყება და ნელა ბრუნთან ერთად იზრდება. იმისთვის რომ ტრანსმისიას დიდი ძალა არ დაადგეს, ცეპლენია არ დაბუქსავდეს და მანქანა სტაბილურად აჩქარდეს ფაფხურის და სრიალის გარეშე, რასაც ფანტასტიკურად აკეთებს და ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, რომ ეს ყველაფერი გავაკეთე და მანქანა ესე ფანტასტიკურად მუშაობს. ძალიან მაგარი შედეგია, ძალიან გმაყოფილი ვარ. შემდეგი გარბენი ეგრევე რომ გავაკეთე 3.99-ში იარა მანქანამ, რაც ძალიან მაგარი შედეგია. ყოველგვარი გაგრილების გარეშე, ყოველგვარი ლოდინის გარეშე პირდაპირ ZZ მივაყოლი და გავტესტე. ძალიან მაგარი შედეგია და ძალიან გმაყოფილი ვარ მე ამ ყველაფრით, მაგრამ დაწუნებული ვარ რომ მოხარებელიც ძალიან გმაყოფილი იქნება. და სულ ეს არის რაც მინდოდა მეჩვენებინა ამ ცერვაზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. მაშინ ასე მენიუში ყავს Camaro, ეს არის Noah. Camaro ZL1 2024 წლის ავტომატი 10 სიჩქარიანი. ამაზე კომპრესორი ქარხნულია, მაგრამ ზედა ხუფი არის შეცვლილი. დროსელი არის LT5-ის, იგივე აი ამ მოდელის ZR1-ის, რომელიც არის ცოტა უფრო დიდი ვიდრე ქარხნული. თუ სწორად მახსოვს 95 მმ არის ეს დროსელი. დგება ადაპტერით და ამას დაპორტირება უნდა რომ დიამეტრი დაემთხვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა ყელი აქვს. მერე შეცვლილი არის გამშვები კოლექტორები, აალების სამთლის შნურები, შეცვლილი არის გაგრილების რადიატორი, დამატებითი აუზი აყენია სუპერჩარჯერის გაგრილებისთვის. შეცვლილია რასპედვალი, ზამბარები, ტარელკები, მთლიანი გამონაბოლქვის სისტემა, ინტეიკი, აყენია flex fuel სენსორი, ქვედა შკივი ატის და 9.15 ინჩიანი არის ქვედა შკივი, ზედა შკივი ქარხნულია. და ეხლა უნდა დავანასწროიყო flex fuel-ზე, ჯერ 93-ზე და მერე გადავალ ეთანოლზე.
ეს არის შედეგი, რაც ამ მანქანას ჰქონდა წინაზე დავანასტროითი ქარხნულ მდგომარეობაში, როცა იყო და დავაყენეთ flex fuel sensor მარტო და intake და 597 ცხენი ჰქონდა ბორბალზე. ეხლა ეს იქნება საწყისი მაჩვენებელი და ნახოთ რამდენად წინ წავალთ ნასტროითის შედეგად. პატარა ცვლილებები შევიტანე წინა მოკლე გარბენიდან გამომდინარე და ეხლა შემდეგ გარბენს გავაკეთებ სრულ გარბენს თან ნახოთ რა ძალას მოგცემს დინაზე ეთანოლზე დადასტურების შედეგი მანქანა სამწუხაროდ იყო. ხონდა 500 წელი. ეხლა ბენზინზე 93-ზე აქვს 641 წელი. 150 თორკი. შეიძლება თქვა, როგორც თორკი ასევე ბენზინის ძალაში, რაც არ არის ამოწურული სიმძლავრე და ლაპასკიდე გვაქვს. მეტი იდეალურად არის პატარა დეტონაცია ჰქონდა 4000 ბრუნზე, მარტო მეორე ცილინდრზე და მაგას მოუვლი ახლა. ეხლა მანქანას გავაგრილებ და თან საწვავს შევცვლით ეთანოლს ჩავასხავთ ბაკში და ეთანოლზე გავაგრძელებ ნასტროიკას და ისიც სადღაც ერთი 25-30 ცხენი მაინც უნდა მივიღოთ სხვაობა თუ მეტი არა. ეს არის მოლოდინი. მაგრამ ნახოთ, ყველა მანქანა ინდივიდუალურია და ყოველთვის ინდივიდუალურ შედეგს იძლევა. ამიტომ იმის გარანტია, რომ ყოველი შემდეგი მანქანა იგივე მოდიფიკაციით უბრალოდ იგივე ძალას მიიღებს, არა, ხუილია. ხოდა ნელა-ნელა მივყვეთ, ნახოთ, სადამდეც იქნება უსაფრთხო და წავწევთ და შევხედოთ რა გამოგვივა. ეხლა აქ უნდა გადაიხსნას. აქ უნდა გადაიხსნას სადმე რომ ჩამოვუყაროთ ბენზინი. მაგერ ბატონი ნოა. Yo. I want to say something in Georgian. I don't know. What do I say? What did I teach you? George, my Chemizangi. Yep, the Chemizangi. Chamowalot benzin. You'll get popular. As long as I'm popular with the bitches and not the zongis. We don't have zangis, so. თან განისტრაში ჩასხმა და თან გადაღება არ გამოვიდა. აშკარად ორი ხელი არის საჭირო. ეხლა ეთანოლს ვასხავ. ეს არის დაახლოებით 65-დან 70-მდე. ხოდა უნდა გადავაზავო 93-ზე რომ მივიღო E50-დან E55-მდე. ეგ იმიტომ რომ საწვავის სისტემა ვერ გაკაჩავს სრულ E85 და ამიტომ გადაზავება საჭიროა. 60% მაღალია, უნდა ჩამოწიოთ დაბლა. გადავაზავე საწვავი და 56 ნახევარზე ჩამოვიდა. ეს მისაღებია.
მიზეთ გარბენზე განსხვავებული გვაქვს რომ ექსპორტი და მერე კარბენზე ექსპორტი გამოვიდა თუმცა ფორმა პატარა ცვლილება შემაქვს და მანქანას სტენდიდან ჩამოვხსნით და გარჩევ გზაზე გავსინდო. დაინოს მე ყოველთვის ესე დავკატავ ხოლმე და ვლოგავ, ანუ ვიწერ ყველა პარამეტრს როგორ მუშაობს მანქანა სხვადასხვა დატვირთვაზე, წყნარად სიარულისას, მაღალ ბრუნზე სიარულისას, გაზგაყრილზე, გაჩერებულზე, კონდიციონერ ჩართული, გამორთული, ცივზე, ცხელზე და ასე შემდეგ. მოკლედ ყველანაირ ვითარებაში ვტესტავ მანქანას. ვიწერ ამ პარამეტრებს და შემდეგ ვცვლი და ვაკალიბრებ ლოგის მიხედვით, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ ყველა პარამეტრი ისეა, როგორც მე მინდა რომ იყოს, საწვავის სწორად მიეწოდება და ალების კუთხე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი პარამეტრია, რომელსაც ყურადღება ჭირდება, კალიბრაცია ჭირდება, რომ მანქანა მიუშაოს სწორად. ამით ვარ დაკავებული დილიდან დაღამებამდე მთელი ცხოვრება. ვიღაცისთვის შეიძლება საინტერესო იყოს ამის ყურება, ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მოსაბეზრებელი. ვიღაცას აინტერესებს ის თუ როგორ ვაკეთებ მანქანაზე რაღაც სამუშაოებს, ვიღაცისთვის საინტერესოა როგორ ვაკეთებ პროგრამულ ნაწილს, ამიტომ დააკომენტარი თქვევით, ვის რა უფრო გისწორდებათ სიტყვაზე გაზაობის ყურება, დაინოზე მანქანის ტესტები, ნასტროიკის პროცესი, მანქანაზე ჭყიკინის პროცესი თუ რა. ამასობაში კი ვიკატავებ ჩემს საქმეს გავაკეთებ. პატარა გარბენი გავაკეთე, გავაჩერებ მანქანას, ჩავხედავ ლოგს. იმისაც რომ დავწმუნდე რომ ყველაფერი რიგზეა თუ არა. Okay, but don't know. ყველაფერი ჯიგრულად არის. პატარა ცვლილებები შევიტანე. ეხა ისევ იგივე. გავიკატავებ. ნახავ როგორ მუშაობს. იქამდე სანამ აი ესე წრეზეული, მოკლედ იქამდე სანამ არ ნახავ რომ ყველაფერი იდეალურად არის. ლამბდა გაითიშა ეს და დააფეთქებული. ლამბდის გარეშე კიდე არ გამოვა არაფერი. და ისევ წრეზე, ისევ ლეპტოპი, ლოგის გარჩევა, მე ლოგის მიხედვით პარამეტრების ცვლილება და ასე შემდეგ. მოკლედ ხანგრძლივი კატაობის შედეგად მივაღწიე სასურველ შედეგს და ყველაფერი იდეალურად არის. რეალურად რო შევხედო ხო რომ ანასტროიკებ მანქანას დაინომდე მაგალითად და დაინოზეც რა იმდენად ვიცი ეს მანქანები და იმდენი მაქვს დანასტროიკებული რომ ფაქტიურად დასრულებულ ეტაპამდე მიმყავს დაინოზევე მაგრამ იმდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ძალიან პატარა ნიუანსებს რაც რეალურად მომხმარებლისთვის საერთოდ შეუმჩნეველი იქნება და ვერასდროს ვერ გაიგებს რაღაცა არის შესაძლებელი თუ არ არის, მაგრამ იმის და იქიდან გამომდინარე რომ ძალიან ბევრს ვაკეთებ ამ მანქანებს და ზოგადად არა მარტო ამ მანქანებს და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ ყველაფერში, უმცირეს დეტალებსაც კი ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ რა და ძალიან დიდ მნიშვნელობას და ყურადღებას ვაქცევ. ხო და აქედან გამომდინარე მიმყავს იდეალურ კონდიციამდე, სადამდე შეიძლება რომ ეს მანქანები მიიყვანო და შემდეგ უკვე ვაბარებ სხვას, ვინც
გაატარებს ამ მანქანას, გატესტავს, ვიდეოს გადაიღებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და შემდეგ საბოლოო ჯამში მომხმარებლამდე მივა ეს მანქანა ყველანაირად გატესტილი, ყველანაირად შემოწმებული 1000%-ით გამართული, რომ მომხმარებელი დარჩეს კმაყოფილი. აი დაახლოებით ესე გამოიყურება ჩემი სამუშაო დღის პატარა ნაწილი. ასეთი მანქანა დღეში რამოდენიმე მყავს გასაკეთებელი და რო გადავიღო ყველა თქვენთვის ალბათ იქნება უინტერესო, იმიტომ რომ რეალურად ერთი და იგივე კეთება მიწევს სულ. იმის და მიუხედავად რომ სხვადასხვა მანქანა, სხვადასხვა კონფიგურაციები არის, პროცესი საყურებლად განსაკუთრებით გამოუცდელი ადამიანისთვის ერთი და იგივე სანახაობა იქნება რა და არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება თქვენთვის ყოველივე ესე ერთი და იგივე რო გაჩვენოთ შემდეგ და შემდეგ სერიებში. ამიტომ აუცილებლად დააკომენტარეთ, რომ ვიცოდე რა სახის კონტენტი შემოგთავაზოთ. ეხლა კი წავედი გადავინაცვლო შემდეგ მანქანაზე. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. გავიდა რამდენიმე დღე და მოკლედ მომხმარებელმა მოგთხოვა ცოტა უფრო მეტი ძალა და ამიტომ შევცვალეთ ქვედა შკივი კალენვალზე, რომ კომპრესორმა უფრო ჩქარა იტრიალოს და მეტი წნევა შექმნას. დაინოზე დავასრულე საქმიანობა და ეხლა დამრჩა რომ ქუჩაში გავტესტო მანქანა და პრინციპში მაგით დამთავრდება ყველაფერი. წინაზე რო დავამთავრე და უთხარით მომხმარებელს რომ ესა და ეს ძალა მიიღო მანქანამ და ყველაფერი 5-იანზეა, თქვა რომ არა ჯიგარო მეტი მინდაო, 700-ზე მეტი მინდა რომ კონდესო და 700-ზე მეტი აქვს. ეს მანქანა ჩვეულებრივ ბორბალზეა, სლიკზე არ დგას. და ამიტომ მომიწევს traction control-ის ჩართული დატოვება, არ გავთიშავ. და რა ვიცი, ვიმედოვნებ რომ რაღაცნაირად აჩქარებას შევძლებ, იმიტომ რომ ეს მანქანები გიჟივით სრიალებს, განსაკუთრებით ამ სიმძლავრეზე და არასდროს არ ეჭიდება ხოლმე და ამიტომ traction control-ის დატოვება სავალდებულოა. და პოლიცია აგერ ჩემ ფეხებს გავტესტავ. ნახე გავაჩერე შევამოწმო ლოგი გამოიყურება ფანტასტიკურად, ამიტომ ნახე პატარა ცვლილებას შევიტან. ტემპერატურა როცა გაიზრდება, რომ შეზღუდოს სიმძლავრე ცოტა უფრო მეტად. იმიტომ რომ არ ვიცი ნამდვილად მომხმარებელი ტრეკზე ივლის ამ მანქანით თუ ამაზე, რა ქვია, დრაგზე 400 მეტრზე, ყოველ შემთხვევაში უნდა გავაკეთო ისე, რომ მანქანა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს, რა ვითარებაში არ უნდა გამოიყენოს შემდეგ მომხმარებელმა. ამიტომ ეხლა შევხედე და ყველაფერი იდეალურად არის, ცოტა უფრო მეტ უსაფრთხოებას შევიტან ტემპერატურის გაზრდის შემთხვევაში და ამით დავასრულებ ამ მანქანასთან ურთიერთობას. შემდეგი მანქანა არის ეს GMC Denali. რომელსაც რასპრედვალი აქვს შეცვლილი და ეს რასპრედვალ შეცვლილი მოიყვანეს ჩვენთან დასანასტროიკებლად. მანქანას ძლივს ქოქავენ და იქოქება ჩაქრება. უნდა მეთქი მოდი მე საბაზისო კალიბრაციას გავაკეთებ ამ მანქანაზე. ჩავწერ და ნახოთ როგორ დაიქოქება და რანაირად ხო, იმიტომ რომ ჯერ პროგრამული მხარე უნდა გამოურიცხო და დარწმუნებული ვიყო რომ პროგრამულად არაფერი ხარვეზი არ არის და დავადგინო მექანიკურად უჭირს რაღაცა თუ არა, რომ ესე არ იქოქება, ან იქოქება ქრება და ხალასტოი
ბრუნს არიჭერს და ასე შემდეგ, ხო და დავჯექი კალიბრაცია ავაწყე ამ მანქანისთვის. ამ მანქანიდან არსებული კალიბრაციის ამოკითხვა როგორც ასეთი არ ხდება. ერთადერთი პერსპექტივა რაც არის შეგიძლია მანქანის ქარხნული კალიბრაცია წაიგითხო და მერე ააწყო შენი პროგრამა როგორც გაგიხარდება, რანაირად გაგიხარდება. რაც მე ვქენი და აი ხა ჩაწერის პროცესში ვარ. ჩავწერ და ნახოთ დაიქოქება თუ არ დაიქოქება და რანაირად წავა ეს საქმე წინ და საერთოდ წავა თუ არა. ზოგადად ესე სხვისი აწყობილი მანქანის მიხედვა როცა არიცი რა არის გაკეთებული და როგორ არის გაკეთებული ცოტა რთულია. იმიტომ რომ ყველას ხელები არ ეზრდება სწორი ადგილიდან, ზოგს ტრაკიდან ეზრდება და ამიტომ ძნელია გაიგო რამდენად სწორად ან არასწორად არის მექანიკურად მანქანა გაკეთებული. ანუ ეხლა ჩაწერას მორჩა, შეცდომებს წავშლი და ნახოთ დაიქოგება თუ არ დაიქოგება. ამ თაობის მანქანებზე ზოგადად ჩაწერის მერე უამრავი კომუნიკაციის შეცდომა ამოტივდება ხოლმე, რაც აუცილებლად უნდა გასუფთავდეს იქამდე სანამ მანქანას დაქოქავთ. ნახოთ აბა. ორი საოცრება. Ашкат მუშაობს. საბაზისო კალიბრაციისთვის მშვენივრად მუშაობს. იმას გავასწორებ ნამდვილად რომ დაატრიელებ ძრავს ბრუნი დაიჭიროს და არ ჩავიდეს დაბლა. მე მგონი კარგი დასაწყისი გვაქვს, მეგობრებო. დანარჩენს ახლა ნელა მივხედავ. ამ მანქანასაც ასე ანალოგიურად ჯერ ქუჩაში გავატარებ. დავლოგავ ყველა პარამეტრს. მე ლოგის თანახმად შევიტან კორექტირებებს ძრავის კომპიუტერში და შემდეგ უკვე როდესაც ყველაფერი მზად მექნება, მე დავაყენებ მანქანას დაინოზე და მაქსიმალურ ძალაზე ასე ვთქვათ, მე დავანასტროიგებ. მაგრამ ჯერ ქუჩაში უნდა შევამოწმო წყნარად კატაობისას ყველაფერი გზია თუ არა და მე სხვათა შორის ამაზე ახალი ტრანსმისიის კომპიუტერი უნდა დავაყენო და მე უნდა გავაგზავნოთ ტრანსმისიის კომპიუტერი განბლოკვისთვის, რომ ნასტროიგებადი გახდეს და როცა მოვა უკან მე უკვე დავაყენებ დაინოზე და დავანასტროიგებ. როდესაც რასპრედვალს ვცვლი მაგალითად ამ მანქანებზე აუცილებელია რომ ტრანსმისიის კომპიუტერი დანასტროიგდეს, რომ მანქანამ წესიერ იმუშაოს და იაროს, იმიტომ რომ ახლა მაგალითად რასპრედვალიან მანქანაზე, აი ესე 1000 ბრუნზე სიარული საკმაოდ არაკომფორტულია და ესეთია რა, ჯაღჯაღა ტიპია რა და კოლობს ისევ ანასტროიგებ, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს მანქანის სიარული, სიჩქარეები შედარებით უფრო გვიან გადართოს და უფრო მაღალ ბრუნზე ეჭიროს ყოველ სიჩქარეში, რაც შესაბამისად უფრო კომფორტულს ხდის მანქანას სამართავად, განსაკუთრებით, როდესაც რასპრედვალი არის შეცვლილი და დაბალ ბრუნზე ესეთი თუხთუხა ტიპი არის რა.